ალბატონო ელენე 1986 წელს საქართველოს განსაცავში ხვამლის ციხე-ქვაბულში 51 წლის შემდეგ ავედით ჯგუფხომლის წევრები რეზო შალიბაშვილი, ტამას კორშია, გიანა დერეშვილი და ლერი გაბელია. თქვენ ახვედით 1955 წელს. ეს იყო თქვენი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ალპურმა კლუბმა. მაშინ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა მთასწვერი ალოშა ჯაფარიძე. თქვენ იყავით გეოგრაფი. ამ ექსპედიციაში მონაწილეობას ღებულობდა კიდევ ალექსანდრა ჯაფარიძე, მეტეოროლოგი მთასვლელი, ლევან გოთუა, მწერალი, გიორგი ლომთათიძე, არქეოლოგი, ნიკოლოზ ბურჩაკ-აბრამოვიჩი, უკრაინელი პალეონტოლოგი, ვერა ბელეცკაია, მხატვარი, ატე ნემსიწვერიძე, ისტორიკოსი, სიმონ შვაცაბაია, გოგი ჯაფარიძე და ნასონოვა იყვნენ მთასვლელები კიდევ. 11 კაცის შემადგენლობით ახვედით ხვამლის განსაცავში. გარდა მაგისა, მან კიდევ რამოდენიმე ადგილობრივი დამხმარეც ჰყავდათ აყვანილი. რა ნახეთ იქ? რა გააკეთეთ? გავწმინდეთ, დავათვალიერეთ, აბა ისე უტყვილა ხო არ ავიდოდით, არა? ხომ ვიყავი დაინტერესებული, რომ რამე გვენახა. განძით თუ ვინახე, ინახებოდა საერთოდ, მაგრამ ყველანაირად დავწმინდით ჩვენ ყველა. ოცდასამი წლის ვიყავი მაშინ. 23 წლის. კიდევ ყური გოგი ლომთათიძე იყო არქეოლოგი და გეოლოგი. გეოლოგიც იყო და არქეოლოგიც იყო. ფსკერამდე დახვედით? დავედით კაცო, გავასუფთავეთ. მთლიანად გავასუფთავეთ. ძალიან მაგრად ვიმუშავეთ და დავწმუნდით ყველაფერნაირად, რომ იქ არაფერი არის. არც გვირაბი დამატებით არა? არა. კაცო, იქ არქეოლოგი მარტო ერთი გოგი ლომთათიძე კი არ იყო, ის აკადემიის, უკრაინის აკადემიის წევრი იყო, ისიც არქეოლოგი იყო. მაგათმა არქეოლოგებმა სწორედ მაგისთვის ავიდნენ და ტყუილა ხო არ გაწმინდეთ, ქვაბულს არ გაწმინდეს, დარწმუნდნენ, ყველანაირად დარწმუნდნენ, რომ აქ არაფერი არ იყო. გასასვლელი სადმე იყო მანდა? არსად. თქვენ იყავით ალოშა ჯაფარიძისა და ალექსანდრა ჯაფარიძის ოჯახის ახლობელი. ვისი დავალებით მოეწყო ეს ექსპედიცია, თუ იცით? ისი ალოშა ჯაფარიძე. ალოშა ჯაფარიძე იყო საერთოდ მოსკოვში ხო იყო მაგათი ცენტრი. იქიდან აიღო ნებართვა. ისე კი არ დასულა უპატრონოდ. ინიციატივა ვისგან წამოვიდა? ალოშა ჯაფარიძისგან. ხო და აიღო თავის თავზე ეს ინიციატივა და გააკეთა კიდეც ეს. ალოშა ჯაფარიძეს ეს დავალება სტალინმა მისცა? სტალინამდე ვინ მივიდოდა გაწოლას. მე პირადად მაგალითად არა მაქვს ამისთან ცნობა არავით არის. სტალინთან მისვლას ადვილი კი არ იყო. მაშინ ესე მითხარით, ამბობენ რომ თითქოს ალოშა ჯაფარიძე ამ განსაცავში ასვლის შემდეგ დააჯილდოვა თითქოს სტალინმა ოქროს მედლით. მართალია? არა, ეს პირველად მესმის. ანუ თქვენ იმდენად ახლობელი იყავით ალოშას? ოჯახის წევრი. კი ბატონო. წევრის, თან ექსპედიციის წევრის. კი ბატონო. თქვენ უარყოფთ რომ მასეთი არაფერი არ გამიგონია და პირველად მესმის თქვენგან. ეს ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ? არც სახშია ყოფილა და მაგას ბინაში სადაც ცხოვრობდნენ იმ ოჯახში რამდენჯერ დავდიოდი, არც ამაზე არ იყო ლაპარაკი. არა, მაგისთან არაფერი არ ყოფილა. ტყუილია მაგ.